რიტეილ სექტორი კი დუმილს არღვევს, ბრენდული სუპერმარკეტების ქსელების გაერთიანება ფასს წარმოქმნის პროცესს ეხმაურება, ქეშბექებისა და რეტრობონუსების სისტემის არსს განმარტავს და მიიჩნევს, რომ სურსათზე ფასების ზეწოლის მთავარი მიზეზი არ ეს გადასახადები, არამედ არაეფექტიანი სადისტრიბუციო ქსელია, რომლებიც ევროპული ცენტრალიზებული მიწოდების ჯაჭვისგან განსხვავებულია. რეალურად რამდენი პროცენტი ემატება პროდუქცია სუპერმარკეტებში თაროზე განთავსებამდე, კარნახობს თუ არა ბაზარს წესებს რიტეილ სექტორი და რა არის მათი არგუმენტები. გიორგი ხაბაშვილი, რიტეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეა. დღეს ჩვენი სტუმარი, ბატონო გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. უკვე თვეზე მეტი ამ მსჯელობთ ამ პროცესზე, რა აძვირებს სურსათს და გამოჩნდა, რომ ფასს წარმოქმნა არის ძალიან რთული და მრავალწახნაგოვანი პროცესი. ახლა თქვენც მოისმინეთ, რომ წარმოებლებიც საუბრობდნენ გადასახადებზე, რომლებიც რიტეილ სექტორში არის. მთავრობის წევრებისგან მოვისმინეთ, რომ სახელმწიფოში არის 6 გადასახადი და რიტეილ სექტორს აქვს 9 გადასახადი. მინდა თქვენი არგუმენტებიც მოვისმინოთ. რა პასუხები გაქვთ ამ დასმულ შეკითხვებზე? კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. რიტეილ სექტორს, რა თქმა უნდა, რიტეილ სექტორი დუმილის რეჟიმში არასოდეს ყოფილა. ჩვენ ყველა პროცესს ვეხმაურებოდით და გამოვეხმაურეთ განცხადებებით, ასევე მონაწილეობა მივიღეთ სამთავრობო დონეზე გამართულ შეხვედრებში. თუმცა მიგვაჩნია, რომ ბიზნეს საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ პირს უფრო მეტი სიღრმისეულობით, ასე ვთქვათ, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ზოგადად რას წარმოადგენს ეს ფასს წარმოქმნის პროცესი, რას წარმოადგენს ქეშბექი და საერთოდ რა გამოსავალს ხედავს, ასე ვთქვათ, რიტეილის სექტორი ფასებთან მიმართებაში. პირველ რიგში მინდა ძალიან დეტალურად განმარტო რა არის ეს ქეშბექი. ქეშბექს რეტრობონუსი ქვია პრინციპში. ეს ქეშბექი ძველი დროიდან რაღაცნაირად შემორჩა, მასე რა ქვია, სლენგში, ასევე ზოგიერთ კონტრაქტში შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადად რაღაც დისტრიბუციაში შემორჩა ეს ქეშბექის ცნება, რეტრობონუსი. თუმცა შინაარსი ერთი და იგივეა. ყველა რიტეილს, ყველა საცალო მოვაჭრეს, ყველა სუპერმარკეტს აქვს თავისი ამონაგების მარჟა. საქართველოში ეს ამონაგების მარჟა არის კვლევებით, ყველა კომპეტენტური კვლევით დადასტურდა, რომ საშუალოდ არის დაახლოებით 23%. რა არის ეს ამონაგების მარჟა? ამონაგების მაგალითად, როდესაც რიტეილერი პროდუქტს ყიდის, ანუ სუპერმარკეტი პროდუქტს ყიდის 10 ლარად, თუ მისი ამონაგები, როგორც ეს დასტურდება კვლევებით, არის საშუალოდ 23%, ეს ნიშნავს, რომ 2 ლარი და 30 თეთრი 10 ლარიდან არის ხარჯების დასაფარად დარჩენილი თანხა, ამონაგები და იქიდან კიდე ხარჯების დაფარვის მერე თუ რამე დარჩა, სწორედ ეს არის მერე მოგება, ხოლო ეს დარჩენილი თანხა 7 ლარი და 70 თეთრი მიემართება პროდუქციის მომწოდებლებთან პროდუქციის თვითღირებულების დასაფარად. ეს 23% საშუალოდ. კიდევ ერთხელ, ბევრი პროდუქტია, რომელზეც მარჟა არის 7%, ბევრი პროდუქტია, რომელზეც მარჟა არის 11%, ზოგიერთი პროდუქტია, რომელზეც მარჟა არის 25%, 27%, მაგრამ საშუალოდ გამოდის 23% და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მარჟა შედგება აი იმ ყველა კომპონენტისგან ერთად შედგება ეს მარჟა. ანუ როდესაც აი ზოგადი საუბარი მიდის ამ საკითხზე, საზოგადოებამ შეიძლება ეს ისე გაიგოს, ბიზნეს საზოგადოებამ, ზოგადად დაინტერესებულმა პირებმა, რომ თითქოს რიტეილს აქვს რაღაც მაღალი ფასნამატი, დაუშვათ აი ეს 23% საშუალოდ და ამის ზევით კიდე არის ძალიან მაღალი ქეშბექი, რეტრობონუსი. ეს ასე არ არის. ამ 23%-ში შედის რეტრობონუსიც? ამ 23%-ში შედის რეტრობონუსიც, მარკეტინგული გადასახადი, აი ყველანაირი გადასახადი, რასაც კი შეიძლება დავასახელოთ, არ ვიცი ხა 9 შეიძლება რომელიმე ქსელის, რომელიღაც კონტრაქტების ერთობლიობაში აღმოჩენილია ეს 9 ან ერთ ქსელს აქვს 5-ნაირი გადასახადი, სხვა ქსელს აქვს 4 სხვანაირი გადასახადი და ესენი დავაჯამოთ და 9 მივიღოთ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს 4 იქნება 9 თუ უშუალოდ უფრო მეტი ან უფრო ნაკლები. ეს ყველა ნახეთ ფასნამატი პლუს ქეშბექები პლუს ყველანაირია ესეთი ტიპის გადასახადები ერთად აღებული წარმოადგენს
23% მარჟაში. საშუალოდ, რა თქმა უნდა, კიდევ მაქსიმალური რა შეიძლება იყოს და რა ტიპის პროდუქციაზე შეიძლება ვიხილოთ მაქსიმალურად. ძალიან გამიჭირდება ახლა კონკრეტულად პროდუქტები ჩამოვთვალო და ასევე ეს ქსელებზეც არის დამოკიდებული. ზოგი ქსელი მარჟაში ცდილობს მაქსიმალურად აქვს იმის საშუალება, ოპტიმიზაციის ისეთი საშუალებები აქვს, რომ ცდილობს, მაგრამ ან სერვისის ხარისხის ხარჯი, ბევრი მიზეზები არის, რატომაც შეიძლება ვიღაცა შეიძლება კონდეს უფრო დაბალი მარჟა, ვიღაცა შეიძლება ცოტა მაღალი მარჟა ამა თუ იმ პროდუქტზე, მაგრამ ნახეთ ძირითადი პროდუქტები, რაც ყველაზე საინტერესოა მომხმარებლისთვის, რისთვისაც დადის მომხმარებელი პირველ რიგში, ხო? და მაგას, ჩვენს ასე ვთქვათ, სექტორში ქვია, ასე იგი მომხმარებლის ინტერესის გენერატორი პროდუქტები, უცხო ენაზე ვთქვათ, ტრაფიკის გენერატორი პროდუქტები ქვია, ასეთ პროდუქტებზე ყველა რიტეილერი ცდილობს, რომ მარჟა კონდეს მაქსიმალურად დაბალი, იმიტომ რომ ფასი კონდეს მაქსიმალურად მისაღები და კონკურენტული სხვა რიტეილერებთან შედარებით, იმიტომ რომ კონკურენცია არის ძალიან მძაფრი ჩვენ შორის და აქედან გამომდინარე რიტეილერი ცდილობს, რომ მარჟა კონდეს. აი ერთ დაზუსტებას კიდე გავაკეთებ კეშბეკთან დაკავშირებით, რომ უფრო ნათელი გახდეს, რაზე ვსაუბრობ. აი არის მაგალითად რიტეილი, რომელსაც შეიძლება კონდეს საშუალო მარჟა 17%. ეს მარჟა ზოგ შემთხვევაში შეიძლება შედგებოდეს 10% ფასნამატისგან და 7% კეშბექისგან. ზოგ შემთხვევაში შეიძლება შედგებოდეს 0% ფასნამატისგან და 17% მარჟისგან. ზოგ შემთხვევაში, აი კიდევ უფრო მეძგეთ, ხა მე ვისმენ, რომ ზოგიერთი დისტრიბუტორი ამბობს, რომ რომელიღაცა ქსელს, არ ვიცი რომელს, აქვს 35% კეშბექი. ანუ ეს რა შემთხვევა არის მაგალითად. რიტეილი, მომწოდებელი რიტეილს, სუპერმარკეტს აწუდის პროდუქტს 10 ლარად მაგალითად. და 35% აძლევს რეტრობონუსს. ეს რას ნიშნავს? ესე იგი 10 ლარიდან 3 ლარ ნახევარს აძლევს რეტრობონუსის სახით, ხო? მაგრამ ძალიან ხშირად, ესე იგი 7 ლარ ნახევარი არის თვითღირებულება ამ შემთხვევაში პროდუქტის. 7 ლარ ნახევარი უნდა გაინაწილოს უკვე მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა, თქვენ ესე ამბობთ. ნახეთ, 7 ლარ ნახევარი მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა უნდა გაინაწილოს. ამ შემთხვევაში ბევრი რიტეილერი საერთოდ 7 ლარ ნახევრად ყიდის ამ პროდუქტს. და თლიანად აი იმ რეტრობონუსის თანხას უშვებს მომხმარებლისთვის ფასის დაკლების დასაფინანსებლად. ეს დოკუმენტალურად დადასტურებულია, ეს ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ. მე ძალიან მიხარია, რომ ხა ვისმენ ინიციატივებს პარლამენტის მხრიდან, მთავრობის მხრიდან, რომ ექსპერტები და საერთაშორისო ექსპერტები შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არის ფასწარმოქმნის ბოლო ეტაპის, ასე ვთქვათ, აქსიომები. და მთელი მსოფლიო პრაქტიკა. მწარმოებლის აწარმოებს რაღაცას და ამბობს, რომ მე მაგალითად 10 ლარად მიმაქვს, შემაქვს, ასე ვთქვათ, ქსელში და იქიდან უბრალოდ რჩება 6 ლარ ნახევარი, 7 ლარი. მისთვის ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია და მას შეიძლება გონია, რომ ძალიან მაღალი არის ის რეტრობონუსი. რა შესაძლებლობები არსებობს მაშინ იმის, რომ ვთქვათ, თქვენ მოიკლოთ რეტრობონუსი, ეგრეთ წოდებული კეშბექი, დისტრიბუციამ, რომელიც ამბობს, რომ თუ თქვენ რეტრობონუსებს შეამცირებთ, ის ასახავს ამას პროცენტულად მის მიწოდების ნაწილში, ფასში, რა რესურსს ხედავთ მაშინ იმაში, რომ ვთქვათ, ეს ჯაჭვი, ვთქვათ, თქვენგან წამოვიდეს და შემდეგ მწარმოებლამდე უფრო მეტი მივიდეს და რეალურად პროდუქტის ფასი არა 10 ლარი, არამედ უკვე 8 ლარი გახდეს თაროზე. არის ამის შესაძლებლობა? ნახეთ, მწარმოებელი თუ დღეს აწუდის პროდუქტს 10 ლარად ქსელს და 10%-ს გაყიდული თანხიდან მერე რეტრობონუსის სახით უხდის, ეს ნიშნავს, რომ ყოველ გაყიდულ 10 ლარზე ქსელი უხდის 10 ლარს მწარმოებელს, ან დისტრიბუტორს და დისტრიბუტორი 1 ლარს, ასე ვთქვათ, ანუ დისტრიბუტორს დარჩა 9 ლარი იმ შემთხვევაში. თუ კეშბექის მოხსნა განიხილება და ეს შეიძლება განხილული იქნას, ეს არ არის პანაცეა, რომ იყოს კეშბექი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამაზე დისტრიბუტორებიც ამბობენ, რომ ისინი რასაც კეშბექის გამო ფასში ითვალისწინებდნენ, იმას დააკლებენ. ანუ ამ შემთხვევაში დისტრიბუციისთვის არაფერი არ იცვლება და არც რიტეილისთვის არაფერი არ იცვლება. ეს არის მთავარი და ამოსავალი წერტილი, რომ კეშბექის
ასე ვთქვათ, სახე ცვლილება, cashback-ის მოხსნა და მისი გადატანა ფასდაკლებაში, ანუ ფასებზე გრძელვადიან ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ ვხედავთ, ჩვენ უყურებთ, რამ შეიძლება მოახდინოს, ჩვენ ამაზე ბევრს ვფიქრობთ და მუშაობთ. რა, ანუ სად გვაქვს ზოგადად მიწოდების ჯაჭვი ყველაზე დიდი პრობლემები, ხო? პირველ რიგში ეს არის ამაზე დისტრიბუციამაც არაერთხელ აღნიშნა და მე 100% არა მხოლოდ ვეთანხმები მათ სიტყვებს, უბრალოდ ზუსტად ვიცი ეს ინფორმატიულად და ასე ვთქვათ, ციფრებზე დამყარებულად, რომ დისტრიბუციას დღეს ძალიან ძვირი უჯდება პროდუქტის დისტრიბუცია, მიტანა, ადგილამდე მიტანა. რატომ? იმიტომ რომ სადისტრიბუციო ჯაჭვი არის არა მოდერნიზებული, არა ევროპულ ყაიდაზე სწორად, ბიზნესურად სწორად აწყობილი, არამედ როგორც აი ბოლო 20-25 წელია ეს არ შეცვლილა, როგორც იყო, ისევ არის. სინამდვილეში, ანუ რას გულისხმობ, როგორ არის ახლა? ერთ პატარა მაღაზიაში, რომელსაც ყავს დაუშვათ 100 მომწოდებელი, 100-ვე მომწოდებელი მიდის ცალცალკე მანქანებით, ანუ 100 მანქანა მიდის. თითოეული მანქანა ნიშნავს, რომ ძალიან დიდი თანხები უნდა ჩაიდოს სადისტრიბუციო მიმართულებით, არა, ჩვენ დისტრიბუციას არაფერს არ ვთხოვთ. ჩვენ დისტრიბუციას არაფერს არ ვთხოვთ ამ მიმართულებით. რიტეილებს, ბევრ რიტეილს უკვე აქტიურ ფაზაში აქვს გადაყვანილი, ზოგს უკვე მოწყობილი აქვს, უბრალოდ გაფართოებაა საჭირო. ჩვენ, ანუ ვამბობთ, რომ უნდა გაკეთდეს ლოგისტიკური ცენტრები, სუპერმარკეტები, სუპერმარკეტს მიეწოდოს წარმოებლის, ეს ადგილობრივ წარმოებას განსაკუთრებით დაეხმარება და მცირე მეწარმეებს განსაკუთრებით დაეხმარება, მაგრამ მთლიანად ერთიანად ესე უნდა გაკეთდეს, რომ ესე იგი სუპერმარკეტების ქსელის სადისტრიბუციო ერთიან ცენტრს უნდა მიეწოდოს ყველა პროდუქტი, შესაბამისად ქსელის სადისტრიბუციო ლოგისტიკურ ცენტრში დაკომპლექტდება ერთ ავტომობილში, მაგალითად, ერთ სატვირთო ავტომობილში ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჭირდება მის სუპერმარკეტს და ესე იგი შესაბამისად წარმოიდგინეთ რამხელა პროცესის გამარტივება და რამხელა გაიაფებაზე არის ლაპარაკი. ამოვარდეს საერთოდ სადისტრიბუციო ნაწილი და სუპერმარკეტები, ანუ ქსელები გახდნენ, ასე ვთქვათ, ლოგისტიკური ცენტრების მფლობელები. როდესაც ნახეთ, არა, ჩვენ მაგას არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ დისტრიბუცია როგორც დღეს, ხო, როგორც დღეს არის წარმოდგენილი, ესეთი ფორმით, რა თქმა უნდა, აძვირებს პროდუქტის საბოლოო მისაწოდებელ ღირებულებას და საბოლოო ჯამში დახზე პროდუქტს. რა თქმა უნდა, იმასაც გულისხმობთ, რომ სუპერმარკეტების ქსელებს და რაც უფრო მასშტაბურია ქსელი, მით უფრო მარტივია მისთვის ამ ლოგისტიკური ცენტრის მოწყობა, სუპერმარკეტის ქსელისთვის, ანუ ყველასთვის, დისტრიბუციისთვის, იმპორტიორისთვის, მწარმოებლისთვის, საცალო ვაჭრობის ქსელისთვის და მომხმარებლისთვის ყველასთვის ეს ჯაჭვი თუ სუპერმარკეტების ქსელებს ექნება თავისი გამართული ლოგისტიკური ცენტრების, საიდანაც მერე მოახდენენ ამის დისტრიბუტირებას თავის სუპერმარკეტებში. ეს ყველასთვის ამარტივებს პროცესს, აიაფებს. ეს მეტად უფრო გაიზრდება და უფრო მეტად შეიძლება წამოვიდეს ისრები თქვენსკენ, რომ ბაზარს კარნახოთ ფასებს. ნახეთ, მე ლოგიკას აი ვცდილობ ხა დავინახო ამ იმაში, რა ვქო, ძალაუფლებაში, მაგრამ ანუ თუ საცალო ვაჭრობის ქსელი ამბობს, რომ წარმოებელს ეუბნება მაგალითად, დისტრიბუციას, რა ქვია, იმპორტიორს ეუბნება, შენ რო პროდუქტს ჩამოიტან, რამდენიც მე უნდა მომკვიდო, პირდაპირ მომიტანე, არ გაწვალებ ამის მიტან-მოტანაზე, იმიტომ რომ პირველ რიგში შენ ეს გიჯდება 10%, საშუალოდ ესეთ ციფრს ასახელებს დისტრიბუცია. მე ვიცი რომ დამიჯდება 3, 4, მაქსიმუმ 5%. ავტომატურად დახლზე, ეფექტურობის გაზრდის ხარჯზე, დახლზე 5%-ით შესაბამისად უკვე მხოლოდ ამ ფაქტორმა შესაძლებელია შეამციროს. შეიძლება მეტი, ზოგიერთ პროდუქტს შეიძლება მეტითაც შეამციროს. გამიხვდით თქვენს ლოგიკას, მინდა რომ ერთ კითხვაზეც პასუხობთ, რომ ძალიან ცუდად რო გრჩება. ძალიან ხშირად ბოლო პერიოდში გვესმის, რომ ერთი მარკეტი ერთ უბანში, ესეთი განცხადებებიც არის და გაფართოება არის ზედმეტი ზეწოლა ფასებზე. მინდა რომ ამაზეც პასუხი მივიღოთ თქვენგან, რამდენად აისახება ქსელების გაფართოება ამ ფასწარმოქმნას და ამ პროდუქციის სიძვირეზე. პირველ რიგში
ეს მინდა ყველასთვის კიდევ ერთხელ ერთი ეკონომიკის ძალიან ესეთი აბსოლუტური პრინციპი გავაჟღერო, ანუ პრინციპი, რომელმაც თავის თავი დაგვანახა, რომ ეს სწორი პრინციპია, რომ მაღალი კონკურენცია ზრდის მომსახურების ხარისხს, ამცირებს ფასებს და ასე შემდეგ. რაც უფრო მეტი შეთავაზება ექნება მომხმარებელს სუპერმარკეტების სახით, თუნდაც ერთ უბანში, ხო? მით უფრო დიდი კონკურენცია იქნება სუპერმარკეტებს შორის და აი წარმოიდგინეთ. თუმცა აქ არის საუბარი კაპიტალურ დანახარჯები აისახება შემდეგ ძალიან მოკლედ. კი, ძალიან მოკლედ გეტყვით. წარმოიდგინეთ თქვენ გამოდიხართ თქვენი სადარბაზოდან და ხედავთ სამი სხვადასხვა სუპერმარკეტი, სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა მფლობელის სუპერმარკეტია იქ, ხო? რა თქმა უნდა, იმ სუპერმარკეტებმა კიდევ უფრო მეტი ცდელობა უნდა ჩადონ იმაში, რომ თქვენ თავი მოგაწონონ და იქ ერთში არ შეხვიდეთ და სხვაში შეხვიდეთ. ფასი უკეთესი უნდა შემოგთავაზონ, ხარისხი, მომსახურება და ასე შემდეგ. რაც შეეხება კაპიტალურ დანახარჯებს, ანუ კაპიტალური დანახარჯები არანაირად აი ამ მარჟინალობის ნაწილში არ მონაწილეობს. ეს კაპიტალური დანახარჯები, რა თქმა უნდა, ხორციელდება ან საკუთარი კაპიტალით, ან საბანკო სესხებით ეს დაფინანსებები, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ კიდევ, ნახეთ, თუ საქართველოში სუპერმარკეტების ქსელებს უჭირავთ მთელი სასურსათო ბაზრის მხოლოდ 40%. 60% არის არაბრენდული მაღაზიები, ბაზრები, ბაზრობები, ასე შემდეგ, ხო? კითხვა ისმის რა პირველი, რომ თუ რეტრობონუსებში არის ფასის პრობლემა, ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ დისტრიბუციები პატარა მაღაზიებს, არაბრენდულებს, რეტრობონუსებს არ აძლევენ. ერთი კითხვაა, რომელიც პასუხით ძალიან მკაფიო და გასაგებია. კითხვა არის ესეთი, რატომ ღირს არაბრენდულ მაღაზიაში პროდუქტები უფრო ძვირი, ვიდრე ბრენდულ დისკაუნტერებში? მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირ кэშბექს არ უხდიან, იმიტომ ღირს, რომ პატარა მაღაზიებს არ აქვთ მასშტაბი. რაც უფრო მასშტაბი იქნება დიდი, ეკონომია უფრო მეტი იქნება და შესაბამისად ფასი. უფრო მეტსაც ვისაუბრეთ, მაგრამ აუცილებლად დაგითმობთ ეთერს, როდესაც ამ თემების უფრო მეტად განხილვაც დაიწყება პარლამენტში ალბათ გელოდებია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ხაბაშვილი, რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.